ობის ხარისხს, არამედ მათ ყოველდღიურ ცხოვრებასაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. უფრო ვრცლად ამ თემაზე ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან ეკატერინე შარაძესთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც შემოგვიერთდება ახლა სტუდიაში. მოგესალმებით. ეკატერინე, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგზანდით ჩვენთან სტუდიაში. ძალიან საინტერესო თემა გვაქვს და დავეთანხმებით. მოდით, გითხარით პირველ რიგში რა ტიპის დაავადება გაფანტული სკლეროზი და როგორია მისი კლინიკური მიმდინარეობა? მოგესალმებით. გაფანტული სკლეროზი გახლავთ ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადება, რომელიც ძირითადად პირველად ვლინდება 20-40 წლის ასაკში და ორჯერ და სამჯერ უფრო ხშირად ქალებში აღინიშნება ვიდრე მამაკაცებში. პაციენტების დიდ უმრავლესობაში მორეციდივე მიმდინარეობა ახასიათებს და დაახლოებით 2 წლეულის შემდეგ გადადის აქტიური პროგრესის ფაზაში, რაც სხვადასხვა გართულებით გამოვლინდება და უნარშეზღუდულობამდე მიყავს არანამკურნალები პაციენტების 50%-ზე მეტ შემთხვევაში, ხოლო 10-15%-ში შეიძლება თავიდანვე პროგრესული მიმდინარეობა ჰქონდეს და გართულებები უფრო ადრე გამოიწვიოს. ამდენად ეს გახლავთ ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიურად დამაზიანებელი დაავადება, რომელიც არანამკურნალებ შემთხვევებში ძირითადად მნიშვნელოვნად ამცირებს აქტიური ფუნქციურ სტატუსს ადამიანებისას და სხვადასხვა ხარისხის უნარშეზღუდულობამდე მიყავს. შესაბამისად, დროულად დაწყებული მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზისათვის. როგორ არის, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ეს დაავადება იწყება? დიახ, გამოვლინებები სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია დაავადების ლოკალიზაციაზე ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. შეიძლება უფრო ხშირად იწყება ხოლმე მხედველობის დაბინდვით ან გარდამავალი დაკარგვით, შეიძლება კუნთების სისუსტით, დაბუჟებით და სხვადასხვა ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების სიმპტომებით დაიწყოს, პროგრესირებს რამოდენიმე დღის განმავლობაში და შემდეგ სიმპტომები უკვე განვითარებას იწყებს 2-6 კვირის განმავლობაში. და უარესდება ეს ყველაფერი თუ კი არ მკურნალობს პაციენტი. დიახ, ეს გახლავთ გამწვავების ეპიზოდები, რომელსაც შემდეგ მოყვება რემისიის პერიოდი და პერიოდული გამწვავებებისას თავის ტვინის და ზურგის ტვინის სხვადასხვა ლოკაციის დაზიანებები. მაგრამ ეს დაავადება არ იკურნება? თუ არის, ვთქვათ, რაღაცა მისული უკვე იქამდე მედიცინა, რომ შესაძლოა? დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ არსებობს ძალიან მაღალ ეფექტური მამოდიფიცირებელი მედიკამენტები, სპეციფიური, რომლებიც განკურნებას და პროცესების დაზიანებული უბნების ალაგებას ვერ იწვევს, მაგრამ მნიშვნელოვნად აჩერებს პროგრესს დაავადებისას და შესაბამისად ძალიან მრავალი წლით აქტიურ ფუნქციურ სტატუსის შენარჩუნების ძალიან მნიშვნელოვანია. მიძინებული პერიოდის გახანგრძლივება შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე. ძალიან მნიშვნელოვანია. ეკა, თუ შეიძლება რომ გითხრათ, ახლა გადავიდეთ მთავარზე, რა სიახლეები დაემატა სახელმწიფო პროგრამას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მიიღებენ რეგიონში მცხოვრები პაციენტები მომსახურებას და მედიკამენტოს. საქართველოს ყველა რეგიონს ეხება თუ არა? დიახ. თბილისსა და აჭარაში ფინანსდებოდა აქამდეც ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამებით, სრულად დღეს უკვე ფინანსდება საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც აქვს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდული იქნა სპეციფიური, როგორც უკვე აღმოჩნდეთ, ძვირადღირებული სპეციფიური მაღალი ეფექტიანობის მქონე ინოვაციური მედიკამენტი ოკრელიზუმაბი, ოკრელუსის სავაჭრო დასახელებით და ასევე ორიგინალი ფინგოლიმოდი სავაჭრო დასახელებით გილენია. ორივე გახლავთ საერთაშორისო კვლევებით დადასტურებული ძალიან მაღალი ეფექტიანობის მქონე მედიკამენტები. გარდა მედიკამენტებისა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მედიკამენტების მისაღებად საჭირო პროცედურები, ასევე დაავადების გამწვავების ეტაპზე მკურნალობა მეთილპრედნიზოლონით და დაავადების მონიტორინგისთვის მკურნალობის ეფექტიანობისა და შემდგომი ტაქტიკის დასაგეგმად აუცილებელი მაღალტექნოლოგიური კვლევა,
მაგნიტურ-რეზონანსული დიაგნოსტიკა. მაგრამ მოდით მაყურებელს აქვე დავუსუსტოთ და დავუკონკრეტოთ, რომ შესაძლებელია თუ არა, ანუ ეს უფასოდ არის გასაგებია, მაგრამ ეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ხდება თუ შეუძლია მივიდეს და აფთიაქში იყიდოს? რა თქმა უნდა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ეს გახლავთ სპეციფიური მკურნალობა, რომელიც აუცილებლად დადასტურებული დიაგნოზის შემთხვევაში უნდა მიიღოს პაციენტმა. ასეთ შემთხვევაში არის უფასო. აუცილებლად არის უფასო. დიახ, დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში პაციენტი ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მომართავს, ასევე შეუძლია მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მოგმართოს. ეკა და რატო დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს პაციენტმა, ესეც გითხარით უნდა წარმოადგინოს ფორმასი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომელშიც აღნიშნული იქნება დანიშნული მკურნალობა, ჩასატარებელი სერვისი და მედიკამენტის დოზა აუცილებლად. ამის შემდეგ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მოახდენს პაციენტის რეგისტრაციას პროგრამაში და უკვე როდესაც ექიმის მიერ დანიშნული იქნება კონკრეტული თარიღი პროცედურის ჩასატარებლად, პაციენტს შეიძლება აფთიაქიდან გაიტანოს თავისი კუთვნილი მედიკამენტი და მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას პროცედურის ჩასატარებლად. და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ფინანსდება თუ არა დიაგნოსტიკა. დარკვლებებია გათვალისწინებული უფასო პროგრამაში. ამ ეტაპისთვის დიაგნოსტიკა არ ფინანსდება, უკვე პროგრამაში ხდება დადასტურებული დიაგნოზის მქონე ბენეფიციარი, მაგრამ ფინანსდება შემდგომ უკვე დაავადების და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. ხალხატუნეკა ერთი რამე პროგრამის ფარგლებში ერთი მაყურებელს დავუკონკრეტოთ. დავუშვათ მიიღო დაფინანსება, იღებს მედიკამენტს, მაგრამ ჭირდება ხანგრძლივად მთელი ცხოვრება. მთელი ცხოვრების განმავლობაში არის უფასო? რა თქმა უნდა, ეს მკურნალობა პაციენტს ჭირდება ხანგრძლივად, იმისთვის რომ მოხდეს დაავადების შეჩერება. მთელი ცხოვრების განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება სრული სერვისით ჩვენი ბენეფიციარი. მთელი ცხოვრება გრძელდება მკურნალობა, ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ აი ხა როგორ უნდა მიხვდეს რომ ეს ჭის და ოჯახის წევრები როგორ უნდა მოიქცნენ, აი როგორ უნდა შევამჩნიოთ ჩვენ ეს და აი რომ შეამჩნევენ მე როგორ უნდა მოიქცნენ. ვისაც მსგავსი სიმპტომები აქვს, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაფანტულ სკლეროსთან არის საქმე. შესაბამისად, სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომის მქონე ბენეფიციარმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ-ნევროლოგს. საბოლოო დიაგნოზის დადასტურება ხდება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის საფუძველზე, როდესაც შესაბამისი ცვლილებები უკვე სახეზე გვაქვს თავისა და ზურგის ტვინში. გარდაუვალია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება. გასაგებია და საკმაოდ ეგრეთწოდებული MRT. ესეც საკმაოდ ძირებული. ერთ კითხვას თქვენ საქართველოს ყველა რეგიონი ახსენეთ და ჩვენ ზუსტად ვიცი რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვეყურებენ ხოლმე ჩვენი საქართველოს მოქალაქეები. ის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დროებით ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ახერხებენ ჩვენს ქვეყანაში გადმოსვლას ან მათი კანონიერი წარმომადგენელი. მათაც ეხება ეს. რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები ყველა მოქალაქე უფლებამოსილია მიიღოს და იღებენ კიდევაც ჩვენი მოქალაქეები დროებით მცხოვრები ოკუპირებულ ტერიტორიაზე იღებენ ჩვენ პროგრამულ სერვისებს და მათ შორის აუცილებლად მიიღებენ ამ მომსახურებას. და ეკა მკურნალობის ეფექტიანობაზეც გითხარით, ცხოვრების ხარისხს რამდენად აუმჯობესებს მედიკამენტები? დიახ, სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აღნიშნული მედიკამენტების ეფექტი დადასტურებულია საერთაშორისო გამოცდილებით. ძალიან მაღალ ეფექტური მედიკამენტები გახლავთ. შესაბამისად, ამ მკურნალობის ფონზე ჩვენ უნდა მივიღოთ პროგრესის შეჩერება დაავადების და შესაბამისად აქტიური ფუნქციური სტატუსის შენარჩუნება მრავალი წლის განმავლობაში. ანუ რაც უფრო ადრე იწყებ, მით უფრო ნაკლებია დაზიანების კერები. ეს ინდივიდუალურად ექიმის მიერ ხდება გადაწყვეტილების მიღება, დიაგნოზის დადასტურებისთანავე ყველა შემთხვევაში არ არის საჭირო აღნიშნული მედიკამენტოზური მკურნალობა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ხდება გადაწყვეტილება მკურნალობის ტაქტიკის თაობაზე და როცა უკვე ექიმი გადაწყვეტს, რომ უკვე საჭიროა მედიკამენტოზური მკურნალობის დაწყება, მომართავს ჩვენს აი ეს მომართვიანობასთან დაკავშირებით, აი მაგალითად ვიღაცას გუშინ დაუდგინეს ეს დიაგნოზი, აი საბოლოოდ გაიცა დიაგნოზი, რომ ეს დაავადება. ახლა როგორ იქცევა, როგორ მოგმართოთ რეგიონებში, როგორ იპოვონ ეს პროგრამა, რომ ჩაერთონ? შეუძლია პაციენტს მომართოს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისს, ასევე რეგიონში შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს 15.05-ზე კონკრეტული მისამართი
გამართების შესახებ პაციენტი და ასევე სხვა დამატებით საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს სამინისტროს ცხელ ხაზზე მომართვის შემთხვევაში, ასევე ჩვენს ვებგვერდზე არის ყველა ინფორმაცია. 1505 ეს არის ნომერი, სადაც დარეკავენ და პროექტის პროგრამის შესახებ მიიღებენ და აუხსნიან, სად შეიძლება დარეგისტრირდეს და კონკრეტულ ინფორმაციას სრულყოფილს მიიღებენ ცხელ ხაზზე დარეკვის შემთხვევაში. ასე რომ რეგიონებშიც შესაბამის ფილიალებში შეუძლიათ წარადგინონ ფორმა 100, სადაც მოხდება მათი რეგისტრაცია და შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფა. ეს ყველა მუნიციპალიტეტშია თუ არის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ერთი საერთო ექნება თუ მუნიციპალიტეტებში ყველა რეგიონული პრინციპით არის განაწილებული დიახ ჩვენი ცენტრალური ოფისები და შეუძლიათ მიმართვა ამ სამართლებზე. კი ბატონო. და ბოლოს გითხავთ, როგორია რეკომენდაცია თვითონ მედიკოსების, აი ეს მკურნალობის მიღმა, თუ არის რაიმე პაციენტის მხრიდან საჭირო, თუ არის გარკვეული შეზღუდვები, რასაც გასცემენ სპეციალისტები და დაგემშვიდობ. მკურნალობის მიღმა ეს სუფთა კლინიკური თემებია და ექიმ-ნევროლოგი ინდივიდუალურად წყვეტს საჭიროებებს პაციენტისას, თუმცა დაავადებისთვის საჭირო გაფანტული სკლეროზისთვის სამკურნალოდ საჭირო სრული ღონისძიებები გათვალისწინებულია უკვე პროგრამაში და სერვისს მიიღებს სრულად ბენეფიციარი როგორც სპეციფიური მკურნალობის, გამწვავების ეტაპზე მკურნალობის, ასევე დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგის თვალსაზრისით. და ბოლო შეკითხვა, როდიდან ამოქმედდება რეგიონი, როდიდან არის შესაძლებელი? უკვე შესაძლებელია. დიახ და შეუძლიათ მოგმართონ ბენეფიციარი. მოდით ბოლოს კიდევ ერთხელ უთხარით ცხელი ხაზის ნომერი, სადაც შეუძლია დარეკონ ადამიანებმა. სამინისტროს გაერთიანებული ცხელი ხაზის ნომერი გახლავთ 1505, სადაც შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს დარეკოს და მიიღოს სრული ინფორმაცია. მოკლედ წარმატებებს გისურვებთ, კარგი საქმეა და ნამდვილად ჯანმრთელობა ჩვენს მოსახლეობას და ძალიან დიდ რამეს ნიშნავს, როდესაც სახელმწიფო ასე ეხმარება იმ სტატისტიკა გვიცით დაახლოებით რამდენი ადამიანს აქვს ეს დიაგნოზი თუ არა? საქართველოს მასშტაბით ვარაუდობენ სპეციალისტები, რომ 1100-1200 ბენეფიციარი უნდა იყოს რეგიონში. ის კატეგორია, რომელიც დღეს უკვე აქტიურად მკურნალობას საჭიროებს, 100-120-ის ფარგლებში იქნება. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები უნდა გისურვოთ თქვენ პირველ რიგში და რა თქმა უნდა წარმატებები უსურვოთ პროგრამას, რომელშიც ჩაერთვა რა თქმა უნდა ის ადამიანები ჩაერთვებიან, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს. ნინო, როგორც ყოველთვის ძალიან დიდი მადლობა ასეთ საინტერესო თემისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის ჩვენთან სტუდიაში. მადლობა თქვენ. მადლობა რომ მომეცით საშუალება ჩვენს მოსახლეობას მივაწოდოთ ეს. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა კი.